რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას ბექა ოდიშარიას ქვისლი ლევან გოგსაძე ჩაიბარებს. ამჟამად ხელშეკრულების მომზადებები მის კუთვნილ კომპანიასთან მიმდინარეობს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო სისტემაში გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად სატენდერო კომისიამ 6 ივლისს ტენდერებში გამარჯვებულად ერთადერთი მონაწილე კომპანია შეპესეს Smart Solutions-ი გამოავლინა. კომპანიის 100%-ის მფლობელი ლევან გოგსაძეა, რომლის მეუღლეც ბექა ოდიშარიას მეუღლის და. თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერის 3 ნაწილად გამოაცხადა. თითოეული ტენდერი თითო მონაკვეთს მოიცავს. ჯამურად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 19,994,650 ლარით განისაზღვრა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი თბილისის მერიამ 15 ივნისს გამოაცხადა. წინადადების მიღება 23 ივნისს დაიწყო და 3 დღეში დასრულდა. თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას ჯერ კიდევ 2025 წელს გეგმავდა, რისთვისაც 4 კონტრაქტი გაფორმდა 28 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა გასული წლის მარტში მერიამ ამ სამუშაოების გადადების გადაწყვეტილება მიიღო და მიუთითა, რომ პროექტირება გაგრძელდებოდა. 2026 წლიდან ტენდერები თავიდან გამოცხადდებოდა. მიმდინარე წლის თებერვალში კიდევ ერთხელ გამოცხადდა შესაბამისი 12,3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები, თუმცა მარტში ცნობილი გახდა, რომ ტენდერი ჩაიშალა, ვინაიდან წინადადებები არც ერთმა კომპანიამ არ წარადგინა.